საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. სოფლიო რადიკალური გადაწყვეტილებების მოლოდინშია. დონალდ ტრამპი გადაჭრით ამბობს, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნება და ზელენსკის ურჩევს გაარკვიოს, სად დაიხარჯა ამერიკული ფული. თავად უკრაინის ლიდერი ამერიკა-რუსეთის შეხვედრის შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ შეერთებული შტატები დღეს ლაპარაკობს იმას, რაც პუტინს ძალიან სიამოვნებს. ერიადის შეხვედრით უკმაყოფილოა ევროპაც. ამასობაში ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებების გაუქმებას ითხოვს რუსეთი. პარალელურად ჯერ ისევ ბუნდოვანია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის საკითხი. ქვეყნის შიგნით კი ოპოზიცია ისევ ქუჩაშია და ახალი მორიგი ერთობის სტრატეგიაზე მუშაობს. შიმშილობა შეწყვიტა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა, რომლის საქმეზეც სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა მას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს. პარლამენტში მუშაობა დაიწყო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობას შეისწავლის და მასალებს პროკურატურას გადასცემს. სისხლის სამართლის კოდექსში ემატება სამშობლოს ღალატის მუხლი. ვის წინააღმდეგ შეიძლება აღიძრას საქმე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მუხლით და უკავშირდება თუ არა ესრულება დროებითი საპარლამენტო კომისიის გამოსაკვლევ მასალებს. ღამის კურიერის კითხვებს დღეს ქართული ოცნებიდან პაატა სალია, ოპოზიციიდან კი ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე უპასუხებენ და ვიწყებთ ირაკლი კუპრაძით. მოგესალმებით ირაკლი, მადლობა სტუდიაში ყოფნისთვის. საუბრობთ მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ თქვენთან ბუნებრივია როგორც ოპოზიციის წარმომადგენელთან. მინდა დავიწყოთ თქვენს სტრატეგიაზე და გეგმაზე საუბარის. გამოცხადდა ახალი ერთობა, დღესაც იყავით შეკრებილები, თუმცა ბევრი სკეპტიკურად უყურებს. თავად ოპოზიციაში მოვისმინე რაღაც რამდენიმე განცხადება სხვა პარტიებისგან, რომ შეიძლება ამან მეტი იმედგაცრუება გამოიწვიოს, ეხაც თუ არ გამოვა ეს ერთობა და ასე შემდეგ და ვნახეთ ეს მცდელობები ჩაშლილი. ამჟამად რა ერთობის იმედი გაქვთ და რა არის თქვენი სტრატეგია? ანუ ეს ერთობა რას იზამს? აი პოლიტიკურ პროცესში რა შეიტანს თქვენი მხრიდან? რას გულისხმობთ, რა ერთობა გამოცხადდა? აი, როდესაც გიგივე ვაშაძემ თქვა, რომ რაღაც უფრო ეხლა ერთიანობის დროა, თქვენი პლატფორმა სალომე ზურაბიშვილთან თუნდაც, მაგრამ იქაც ბოლომდე ერთიანობა ჯერ არ არის, ხო, იქ ახარიას გუნდი ხან მოდის, ხან მიდის, მოგოთ გავშლი ამ თემას, მაგრამ ჯერ მინდა რომ ხო რა არის თქვენი სტრატეგია, ასე ვთქვათ. მოგესალმებით. ძალიან გასაგები ვითარებაა ქვეყანაში პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ნელ-ნელა კიდევ უფრო მწვავე ხდება. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი არის ერთადერთი ადამიანი და ერთადერთი ბიძინა ივანიშვილი, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, მათ შორის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, როცა მან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი მოკლა საერთოდ, იმიტომ რომ თუ არის შანსი ევროკავშირის წევრობის, სწორედ ახლა იყო კარი ღია. ის მიღწეული შედეგები, რაც ჩვენ მქონდა, უკან დაახრიალა ივანიშვილმა და რუსულმა რეჟიმმა, ჩვენ ესე ვეძახით მას და სრულიად გასაგები არგუმენტების გამო, იმიტომ რომ ივანიშვილმა დააშორა ეს ქვეყანა, ის არღვევს კონსტიტუციას ყოველდღიურად. მიიღო იმ ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ ემთხვევა საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეების ნებას. მაინც უნდა გითხრათ, იმიტომ რომ მათი არგუმენტი ეს არის, რომ მას არ შეუჩერებია, ეს იყო დროებით 2028 წლამდე, აი ამ მოვლენების გამო, იმის გამო რომ ევროპასთან რაღაც ოფიციალური განცხადება იყო და შეაჩერა. დროებით წვეთს, თუ არ ვწდები, ესეთი იყო ფორმულირება, მაგრამ ნუ თქვენ შეფასება ეს არის გავიგე. ნიშნავს რომ შეაჩერა, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც არ ემთხვევა საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ნებას. დღემდე 90% საქართველოს მოქალაქეების თulis და ამბობს, რომ საქართველოს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ცოტათი უფრო ნაკლები ნატოს წევრი და ასე შემდეგ. ევროკავშირი ახლა მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მოცემულობაში ქართული ოცნება აცდა ყველა საერთოდ საკუთარ ამომრჩეველსაც, კონსტიტუციასაც გადააგდო ნაგავში, მოისროლა ეს ყველაფერი და ამბობს, მე ძალაუფლება მაქვს მისაკუთრებული ამ ვითარებაში საქართველოში დაიწყო გრძელვადიანი პროტესტი, რომელიც არავის არ ახსოვს ასეთი გრძელვადიანი პროტესტი, რომელსაც არ ყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი, არც ერთი პარტია არ არის ამ პროცესში და ამ დროს ჩვენ ვხედავთ პირიქით მათი მხრიდან რეპრესიულ პოლიტიკას, დასახიჩრებას, ჟურნალისტების დევნას, ახალ კანონ პროექტებს, ჯერ რუსული კანონი იყო, შემდეგ შემოიღეს მედიის და პროცესია მედიის შემზღუდავი კანონ პროექტები, რუსულ კანონს, ამერიკულ კანონს ეძახენ. ორივე ტყუილია, რა თქმა უნდა და აქ ტყუილია რომ არ არის ამერიკული ფარა და ბრიტანული ეს კანონი. რა თქმა უნდა. ყველა კანონი არის რუსული და იმისთვის რომ გავიგოთ რუსულს რატო ვეძახით ამ ყველაფერს, ნინო. ვეძახით იმიტომ რომ მოტივაცია, ანუ მათი მოტივაცია რა, ყველა კანონ პროექტს რომელიც პარლამენტში შედის, აქვს თავისი დასაბუთება და მოტივი, რატომ შედის. მაგრამ ირაკლი, არ უნდა დამასრულებინოთ. დასრულდა არა კი ამ თემაზე ვსაუბრობ, სულ და გასულებინოთ. მარტივი მოცემულობაა რომ
ფაქტი ამ კანონების მიღების შემდეგ რა დგება დღის წესრიგი, რა შედეგი დგება. ვნახეთ რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ შეიზღუდა და ხელფეხი შეეკრა იმ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავის დროზე რაში ბატონო ეს მინდა ზუსტად კითხოთ აღსრულება ამ კანონის საერთოდ სად დაინახეთ ანუ არ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები და რაში აღსრულდა არ ვიცი ეს ხელისუფლებასთანაც მაქვს ეს კითხვა ვიდრე ვთქვა ახალი ფარას ძალიან მარტივია მაგაზე პასუხი დაუბრუნდები გავაგრძელებ სადაც ვიყავი შეეზღუდა ხელფეხი შეეკრა საქმიანობაში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქალაქო ორგანიზაციებს რომლებიც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობის პირობებში იცავდნენ საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის მათ დღეს ქართული ოცნების ლიდერები რო არიან მათაც იცავდნენ მათ უფლებებს აშუქებდნენ ბათუმელები რომლის დამფუძნებელი მზიამაღლობელი ციხეში ზის ახლა მართლა წარმოუდგენელი ბრალდებით და ბრალდების მიღმა აღკვეთი ღონისძიებას სვამს შეკითხვებს ბრალდებას ეთანხმებით თუ არა და აღკვეთი ღონისძიებას თქვა ბრალდებას არც ირაკლი დგებუაძე რო ამბობს რომ შეაგინა დედა შეაგინა იქ მდგომ ჟურნალისტს და შემდეგ მან სილა გააწნა და გააწნა რა თქმა უნდა სილა და ამის გამო ყური აუწითლდა თურმე და 7 წლით ციხეში უნდა ჩასვან მზიამაღლობელი მაშინ როცა დაასახიჩრეს ჟურნალისტები თქვენი კოლეგები ქუჩაში დაასახიჩრეს სასტიკად ცემეს სასიკვდილოდ გაიმეტეს გურამ როგავა სხვები და სხვები რომლებიც ამ ტელევიზიის ჟურნალისტები იყვნენ მათ შორის მაკაჩიხლა სხვები და სხვები გამიწ არავინ არ დასჯილა ეს ხო ტყუილია რომ თითქოს ვერავის ვერ მიაგნეს არა თუ ტყუილი არა მათი დავალებით გამოსული ტიტუშკები ვინ არიან ეს ადამიანები რომ დავარქვით ეს სახელი ხო ჩვენ კი არ დავარქვით ესე ქვიათ როცა ხელისუფლება არაფორმალურ ბანდ ფორმირებებს ქმნის და აიძულებს რომ შური იძიოს სამოქალაქო აქტივისტებზე პოლიტიკოსებზე ამ პროცესში ვიმყოფებით ვის შეეკრა ხელფეხი სწორედ იმ ორგანიზაციებს რომლის ხელმძღვანელებიც თავის დროზე იცავდნენ მაგალითად 2012 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს მაგრამ აი რა მინდა კითხოთ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ამის ამბავში თქვენ და მე უკრაინის ომზე მქონდა აქცენტები მაგრამ აი როდესაც გამჭვირვალობის კანონზე ახლა რუსულ კანონს ამბობთ როდესაც ფარა ამერიკულზე ამბობთ რომ რუსულია თქვენი გაგებით ეს არის როგორ საქმე შედეგის გამო დღეს როდესაც ვხედავთ რომ იგივე USA-თან რა თქმა უნდა მეც ვარ და გეთახმებით იმაში უამრავი კარგი პროექტია გაკეთებული ამ ორგანიზაციასთან თქვენ ყოფილხართ ბევრჯერ ბენეფიციარი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მაგრამ უამრავ მეგობარი მიყავს ვინც რა თქმა უნდა ანუ ამაზე არ ვდაობთ მაგრამ არსებობს თუ არა კითხვები ეხლა უკვე იმ ფონზე მაინც როდესაც იგივე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ხო ეს ყველაფერი შეაჩერა ამერიკამ არა საქართველოს ხო ამ წუთას რა შეჩერებულია მეგულისხმობ USAID-ის პროექტებს და ეს კითხვები რომ ეს გარე დაფინანსება სად მიდიოდა იქიდანაც გაჩნდა ანუ გამჭვირვალობა ამ ფინანსების მაინც რუსული აი ეს კითხვა რომ ამერიკაც იგივე გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს არ ყოფილა დასმული ეს კანონი მე მესმის გამჭვირვალობა არასდროს არ ყოფილა ქართული ოცნება არის რატო იქცევა რუსულად იარლიყები რუსული საქმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ნანახი გვაქვს, ხო? ეს უბრალოდ დაგუგლოა საჭირო და ინტერნეტში მოძიება, რატომ მიიღო თავის დროზე პუტინმა და პუტინის რეჟიმმა ეს კანონი, იმიტომ რომ დაერქმია ვიღაცეებისთვის უცხო ქვეყნის აგენტი. ეს ხო ეს არის. ამიტომ ქვია რუსული აგენტი. ხო, მაგრამ ამერიკაში თუ არის ეს კანონი? არა, არანაირი კავშირი არ აქვს მასთან. ქართული ივანიშვილის კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს. არც ერთ ამერიკულთან. არც უფრო რბილია ამბობდნენ და ახლა იქნება ამერიკულ ფარა. არა, მე მათ მესმის, მაგრამ იმისთვის რომ თქვენს ეთერში ხშირად ისმის ხოლმე მათი არგუმენტები, მე დიდი ხანი არ ყოფილ ვარ თქვენს ტელევიზიაში და ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა რომ ჩემი არგუმენტებიც ისმოდეს. მე კარგად ისმის მათი არგუმენტები და თქვენმა მაყურებელმაც. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ყოველთვის იბრძვიან იმისთვის, რომ იარლიყები მიაღწევონ და შემდეგ პროპაგანდისტულად იმუშაონ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც უშრომია ამ ქვეყანაში საზოგადოების, მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების კეთილდღეობისთვის. აქ საუბარია, არ ვიცი თქვენ ახერხებთ თუ არა რეგიონებში ხშირად ცელობთ, ჩვენ დავდივართ, გვიწევს, ახლა ჩამოვედით ჩოხატაურიდან, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ვიმყოფებოდით დუშეთში, ყველგან დავდივართ და თითქმის არ არსებობს სოფელი, სადაც არ დაგხვდებათ აბრა, რომ აქ წყალგაყვანილობა გაკეთებულია USAID-ის მხარდაჭერით. კერძო პატარა ბიზნესები, სასტუმროები, საოჯახები, შუშუმ პირთა თავშესაფრები, ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრები, ბავშვთა პანსიონები, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეებია ნაკეთები. ეს კი გამორიცხავთ რომ იყოს რამე კითხვები კიდე გეუბნებით, ამას უკვე გეკითხებით ამერიკის პოლიტიკის პარალელურად, როდესაც
იქაც დაისვა მსგავსი კითხვები. ძალიან მარტივად. ეს კითხვები აქაც გაჩნდა. გამჭვირვალობაზე რომ ყოფილიყო საუბარი, ყველა მომხრევართ გამჭვირვალობის. მაგრამ საუბარი იყო აგენტის იარლიყზე, რასაც ქართული ეს ხო მოიღეს ბოლოს კანონიდან, აგენტი ხო აღარ იყო, იქ იყო საუბარი უცხოური ძალის გავლენის მქონე ორგანიზაცია თუ ხო? რაც არ უნდა დაარქვათ, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თქვენი მეგობრები, რომლებსაც უმუშავიათ საერთაშორისო ფონდებში და უკეთებიათ სიკეთე ქართველი ხალხისთვის, მას დაარქვა აგენტი. ეს არის აგენტი, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს. მაშინ როცა თქვენი მეგობრები, სხვადასხვა ფონდის თანამშრომლები ეხმარებოდნენ საქართველოში ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ეს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება ამ ქვეყანაში? არა, რა თქმა უნდა. მიხარია ამას არა, რომ რა თქმა უნდა. ამბობ. საუბარია რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება ხდებოდა თუ არა იმ თანხებიდან ნაწილი და ამის გამჭვირვალობაზე იყო საუბარი. მეც არ ვიცი. აქ საუბარი მხოლოდ იარლიყებზე. ამას ხშირად აკეთებს ქართული ოცნება, ხან უსამშობლოებს ეძახის, ხან შემოიტანს რაღაც სამშობლოს გამყიდველებს. გარეჯის თემა ხო გახსოვთ, გარეჯი საქართველოა. რამდენი წელი გავიდა? გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხია, რამე შეიცვალა? არა. მოატყუეს საზოგადოება, გამოიტანეს ერთხელ, ატრიალეს 6 თვის განმავლობაში, ვიღაცებს მიაწებეს სამშობლოს მოღალატის სტატუსი და დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ არც არაფერი არ შეცვლა. ერთხელ მაინც დასვეს პრეზიდენტ ალიევთან გარეჯის საკითხი, ან მისი დარეგულირების საკითხი. არა, არასდროს. იმიტომ რომ ქართული ოცნება ესეთია, შემოაქვს დღის წესრიგში ისეთი საკითხები, რომელსაც საგამოძიებო კომისიაც ამის ნაწილია. მაშინ როცა ამ ქვეყანაში აი ყოველ დილით როცა მოქალაქე იღვიძებს რა გამოწვევების წინაშე დგას როგორც მეოჯახე როგორც მოქალაქე როგორც შრომელი ადამიანი ორი შეკითხვაა ხო ძირითადი ერთი ქართული ოცნების პირობებში აი ამ არჩევნებიდან დღემდე უამრავი საარჩევნო პროგრამაში უამრავი პირობა ჰქონდათ ხო რითი გაუმჯობესდა ეკონომიკურად მისი ცხოვრება აი მე მოქალაქეს ვამ ჩვენი ცხოვრება რითი გაუმჯობესდა პენსია 35 ლარით გაიზარდა და 6000 ლარით პარლამენტის დეპუტატის ხელფასი ანუ რა რითი გაუმჯობესდა გაზი გაიაფთა დენი გაიაფთა იმპორტი შემცირდა და ექსპორტზე რამე გავიტანდა რამე შეკითხვა ეს ხო ისმის არაფერი არ შეცვლა გავუართ 35 ლარი რომ გადა 35 ლარი პენსიის ზრდა რომ გადავთვალოთ ხო ინფლაციის მაჩვენებელსაც კი ვერ უძლებს მეორე მნიშვნელოვანი შეკითხვა ევროინტეგრაციის კუთხით ქართული ოცნების პირობებში ბოლო პერიოდში წინ ნაბიჯები გადავდგით წინ გადავდგით კი არა რაც წვალებით მიგვიღწევია ერთად ყველას თქვენი ჟურნალისტური საქმიანობით მოქალაქეებს მათ შორის კეთილსინდისიერ საჯარო ისიც დავკარგოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაგვიუქმდა და ვინ წაიღო სტრატეგიული მოკავშირეობა ჩვენს რეგიონში სომხეთმა ანუ კი არ გულისხმობ ვამბობ სომხეთმა რომელიც ჩვენთან შედარებით ჩამორჩენილი მაჩანჩალა ქვეყანა იყო იმ საგარეო გზაზე რაზეც ვიდექით ჩვენ სომხეთმა გადაგვასწრო ეს ხო მათ შორის ცოტა ეროვნული თავმოყარეობის საკითხი კი რეგიონალური კონკურენციის საკითხია სომხეთი გახდა დღეს მოკავშირე სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ დროს ჩვენ დავკარგეთ ეს შესაძლებლობა დიპლომატიური პასპორტები ხო გაუქმდა დაფინანსებები ხო გაუქმდა და ის დაფინანსებები რომელზეც ირაკლი კობახიძე გამოდის და ამბობს რომ არაფერში არ გვჭირდებაო სასაზღვრო დაცვიდან დაწყებული საზღვაო დაცვით გაგრძელებული ხო მაგრამ ეს გამოძიება დაიწყო დონალდ ტრამპმა ხო შეიძლება სულ შეაჩეროს ეხლა არა ეხლა რაც ხდება USAID-ის ირგვლივ ყველა პროექტი გაჩერდა ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე რაც მოახდინა ქართულმა ოცნებამ და დაიწყო ორი წლის წინ რომ პროექტები გაჩერდა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით ორი წლის ვინ დაიწყო ეს პროცესი? მოდი ამას შევხედოთ. ვინ გააჩერა? მაგრამ ხო იცვლება მოვლენები და ამიტომ გეკითხებით დღეს აი ამ ფონზე თქო იმიტომ გკითხეთ ელოდებით თუ არა იგივე ევროპასთან დასავლეთთან ამერიკასთან რომ საქართველოს ამერიკის ურთიერთობების შესაძლოა ქართული ოცნების პირობებში არ ველოდებით არანაირ გაუმჯობესებას. მიუხედავად თქვა და რაღაც გზავნილების თანხმედისა ამიტომ გეკითხებით. ისმოდა რომ ჯერ არაფერი არ ისმის სტრატეგიული მოკავშირეების აღდგენასთან დაკავშირებით. არა თუ არ ისმის. არავინ არ აპირებს. პირდაპირ თქვათ, არის მის ცოტა სხვანაირი ის არის, იმიტომ რომ არავინ არ აპირებს. საუბარია იმაზე, რომ სანქციებს დააკისრებენ. დღეს მაგნიცკის ავტორი ვინც იყო. და ელოდებით ასეთ ნაბიჯებს ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ამერიკის ეს არის მე ველოდები ძალიან მარტივ ფორმულებას, რომ ის რაც ხდება ამ ქვეყანაში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იქნება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ შეფასებული. და მათ შორის მათ რა
ვიღაც გავლენის მექანიზმი სანქცია რატო არის? მაგალითად პუტინს გავლენის მექანიზმად აქვს ნავიჩოკი, ეგრეთ წოდებული პოლონიუმი, საწამლავი და ბომბი და ტყვია. დასავლური სამყარო, რომლის ნაწილიც გვინდა ჩვენ ვიყოთ, მათ გავლენის მექანიზმი აქვთ სანქცია და რეკომენდაცია. და რომ ამბობენ, რომ ჭკუას ნუ გვასწავლიანო. რაში გვასწავლიან ჭკუას, რომ სასამართლო გქონდეს კარგი, როცა გვეუბნებიან, ჯანდაცვა გქონდეს კარგი, განათლების სისტემა გქონდეს კარგი, ამას როცა გვასწავლიან, გვეუბნებიან, როგორ მართოთ ნარჩენებიდან დაწყებული დამთავრებული მუნიციპალური პოლიტიკით და ამას აფინანსებენ. დღეს თბილისში მოქალაქე რომ გებულობს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს, ეს არის ნორვეგიის საელჩოს დამსახურება და არა ქართული ოცნების, არც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის და ამ სიკეთეებს როგორ შეიძლება იმ ოჯახს დაუპირისპირდეს, რომ შენ არ მიდიხარ. ირაკლი და ვსაუბრობთ იმ საგარეო ზეწოლაზე, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, ნახეთ დელეგაციები წასული, ადგილზე მუშაობთ. კი ბატონო, და სულ საუბრობს ოპოზიცია, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი. რა არის თქვენი ბერკეტი? მე მინდა კითხოთ პოლიტიკური პროცესი რითიც დავიწყე, ან იგივე ერთობაში, აი მაგალითად, მოდით გახარიას პარტია, მე გისმინეთ სხვა ეთერებში, უკმაყოფილებაც გამოთქვით, არ ვიცი კრიტიკა დავარქვა, კი ბატონო, ელით რომ პარლამენტში შევლე, თუ იმითი ხართ უკმაყოფილო, რომ თქვენს გვერდზე ყოველთვის, იმიტომ მე ვისმინე, რომ გიორგი გახარია თავად არასოდეს გვერდზე არ ყოფილა თქვენი ლიდერი ამბობდა, ვთქვათ, ხო? ანუ ეს არის პრობლემა, რომ თავად ლიდერი არ ჩნდება, თუ გაქვთ მოლოდინი, რომ ამ მანდატების არ დათმობის შემდეგ მათ შეიძლება რაღაცა დროის შემდეგ პარლამენტში შევიდნენ. ანუ რა არის ამ უკმაყოფილების მიზეზი თქვენ? დიახ, პასუხს დავუყობ ორ ნაწილად თქვენ შეკითხვაზე. პირველი, ერთობა. დასაწყისშიც იკითხეთ. ანაირ ერთობა არ დაანონსებულა. ჩვენ ამ ერთობის არც ნაწილი ვართ, ინიციატორი ვართ. პირველივე წამიდან, როგორც კი ამ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა, გამოვიდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზაძე და თქვა, რომ ახლა არის ერთობის დრო. ამ ერთობაში ჩვენ გულისხმობთ სტრატეგიულ თანხმედრას. ის კი არა, რომ ტოტალურად გავერთიანდეთ. ჩვენ უამრავი სხვაობა გვაქვს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან, მათ შორის 4 ნომერთან, მათ შორის 25 ნომერთან. გვაქვს ეს სხვაობები, ხო? და ამას ვერ გავექცეთ, მაგრამ სტრატეგია იმის წინააღმდეგ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, უნდა იყოს საერთო. იმიტომ რომ აქეთ ხარ ეს არის პროპაგანდა, ძალადობა, ძალოვანი უწყებები, რომლებიც დევნიან მოქალაქეებს და ამას სჭირდება ერთიანი მტკიცე დგომა, მათ შორის მოქალაქეების გაძლიერება, რასაც პერსონალურად ძლიერი საქართველოს, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელო ვაკეთებთ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ამ სტრატეგიული ერთობის პირველადი გამოვლინება რა შეიძლებოდა ყოფილიყო ვიზუალურად უარი ყველას ერთად? არა, მათ შორის მანდატებზე უარი, მაგრამ მოქალაქეები ხედავდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო რეალური ხელისუფალი, რომ არა გაყალბება, რომ არა ზეწოლა, ზემოქმედება და ასე შემდეგ. და შევთავაზეთ, რომ გაგკეთებინა ეროვნული საბჭო, ეგრეთ წოდებული სახალხო პარლამენტი, სახელი ისეთ პირობითია, მაგრამ იმისთვის ეს ყველაფერი, რომ პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებმა აიღონ. კოალიცია ძლიერი საქართველოს, მისი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, სხვა თანალიდერები მზად ვართ, რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ, არ გავურბივართ, წინა პლანზე ვდგავართ, ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ალე კოელიშვილი. სისხლის სამართლის საქმეა, მასზე 9 წლიანი მუხლით, გამოგონილი 9 წლიანი მუხლით. ჩვენი ორი თავმჯდომარე რეგიონის არის პატიმრობაში ახლა ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. ბრძოლის ველზე ვართ, ახლა 15 წუთი წინ საბაბუაძე დააჯარიმეს 5000 და ასე შემდეგ. არ ვერიდებით არაფერს და მოქალაქეებთან ერთად ვიდგებით ყოველთვის ყველგან. მაგრამ ამაზე პასუხები არ არსებობს. მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებს ხედავთ. ჩვენ გუწრფელები ვართ და სულ ამბობთ, რომ ამას სჭირდება პასუხი. ვაჩვენოთ ერთიანად პასუხისმგებლობის აღება. ამ ერთიანობას უშლის ხელს გახარია საქართველოსთვის პარტია, თუ რატო არა მხოლოდ სხვა კოალიციებისგანაც არ გვაქვს ამ ეტაპზე პასუხი. სახალხო პარლამენტთან ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით. საბჭოზე არ გულისხმობ, მაგრამ აი მაგიდის ირგვლივ ერთიანობაზე და მანდატებს გულისხმობ. ეს პირველი ერთობა არსებობდეს სტრატეგიული პირველი, ჩვენივე ინიციატივა ერთობის, რაც გულისხმობს ეროვნულ საბჭოს და მეორე მხარეს მანდატები. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით და ხან მოვისმინეთ არგუმენტი, რომ თურმე იმუნიტეტია და ჩვენ დავიცავთ ამით საკუთარ თავს, რომ ბრძოლის ველზე ვიდგეთ. ბოლო 2 დღეში შეცვალეს რიტორიკა და ითქვა, რომ თურმე დაფინანსებისთვის სჭირდებათ ყველაფერი. თან ამბობენ, რომ 3 თვეში მაინც შეწყდება ეს დაფინანსება და გამოვლენ პარლამენტთან. იმდენად დიდი რამ დევს აქეთ მხარეს. ერთი მორალური ხნეობა და სიმტკიცე, რომ მართალი ხარ. მეორე ამ კრიზისს საბოლოოდ პასუხი უნდა დაერქვას, რომ ქმედუნა რომ პარლამენტი ირჩევა 99 მანდატით. აი 2-3 თვეში რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მოუწევს ქართულ ოცნებას, ამას ვერ გააკეთებს. 99 მანდატიანი პარლამენტი საქართველოში არასდროს არ ყოფილა.
ეს არის ვფიქრობთ რომ შეუსებს ის პარტია? არა, მე ვფიქრობ რომ არ შეუსებს ეს არგუმენტები, რომლებსაც ისინი ამბობენ, უბრალოდ არ ღირს იმად რა არგუმენტებსაც იყენებენ. ჩვენ არ ვებრძვით ერთმანეთს, მაგრამ ღიად, გულწრფელად ვამბობთ იმ კრიტიკას, რაც გვაქვს, იმიტომ რომ თუ არ ვიქნებით მართალი საკუთარ თავებთან, საკუთარ ამომრჩეველთან, ვერ დავდებთ იმ რეალურ შედეგს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორია, ქმედუუნაროდ და არალეგიტიმურად დარჩეს საქართველოს პარლამენტი, ამაში ხელი არ შეუწყოს თავის მხრივ რაღაც ლეგიტიმაციის მინიჭების ბრჭყალებში, რომ დავარქვათ ეს ყველაფერი ქმედუნარობის, უნარიანობის შენარჩუნებაში გიორგი გახარიას გუნდმა სამთვიანი დაფინანსება ამად ნამდვილად არ ღირს. კარგი, და მინდა აი ბოლო ორი მოკლე კითხვა მოვასწროთ, რო გვეწურება. ერთი, თქვენი ლიდერის განცხადებაზე მინდა კითხოთ, რაზეც მოვისმინე, რომ ხელისუფლებამ თქვა, რომ რიტორიკა შეიცვალა მამუკა ხაზარაძემ, როდესაც მან თქვა, უბრალოდ მაყურებელსაც რომ გავაგებინო, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, ერთ-ერთ კითხვაზე პასუხა ჟურნალისტის, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავსწრებით, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ და ნუ გრძელდება და დიდი ერი და ასე შემდეგ. ანუ არის ეს ჩავთვალოთ რაღაც რიტორიკის ცვლილება რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ რაღაცები იცვლება სამყაროში. თუ აი მოკლედ რა პასუხს გასცემთ, იმიტომ რომ რუსეთთან მიმართებაში ძალიან ხისტი იყო და ყველაზე ხისტი თქვენი პოლიტიკა და მახსოვს ეს რაღაც რუსეთში შევხვდებით და მოკლედ საარჩევნო ისინი ქონდათ ძირითადად სულ ზუსტად რუსეთზე აწყობილი, ხო? ნიშნავს თუ არა ეს რიტორიკის ცვლილებას? არა, თქვენ დასაწყისში წაიკითხეთ რუსეთთანაც იარსებებს მოლაპარაკება და შემდეგ ძალიან მარტივად არა, მაგრამ დავასრულებ, მაგრამ მაგიდას მარტო არ დავსწრებით, არა უნდა დავასრულო რა იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, კი დიდი ერი ვართ, მაგრამ ქვეყანაა პატარა. ეს ეს ნაწილი არა, კი ბატონო, მე უფრო კარგად განმარტავ და ვიტყვი რა იგულისხმება და ძალიან მარტივად პირდაპირ ეს ითქვა და წერია. ერთი, რა თქმა უნდა, რუსეთთან კომუნიკაცია იარსებებს. მაშინ, როცა რუსეთს აქ ოკუპირებული საქართველოს 20% და ყოველდღიურად იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს, არა მხოლოდ იტაცებს, კლავს ეკლესიის კართან მდგომ ბუნტურს, ჩვენს მოქალაქეს. შემდეგ პასუხს არავინ არ აგებს. კი, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გარდაუვალი და აუცილებელია და ამას ამბობს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ქვია მათ შორის კოალიცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. ამიტომ, ჩემთვის ეს სრულად გასაგებია და თან მან არის მნიშვნელოვანი ფაქტორი გაგრძელება. ჩვენ მარტო არ ვიჯდებით ამ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ივანიშვილმა ეს გააკეთა, მარტო დატოვა საქართველო რუსეთთან. რუსეთი არ გვინახავს გარდა იმ წარმომადგენლისა მოლაპარაკებები არა. გულისხმობთ ქვეყანა დატოვა, ივანიშვილი საუბრობს პირისპირ და ამის არაერთი მტკიცებულება და მათ შორის საუბრის ჩანაწერი გავრცელებულა საუბრობს და დავალებებსაც კი ღებულობს რეალურად კრემლიდან და ამის მტკიცებულება ერთ-ერთი რა არის ყველა ვიცით ეს ამბავი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი რატომ დაასანქცირა რა წერია სანქციების დასკვნაში რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა რუსული დავალებების შესრულება ხო ესე წერია ხო მაგრამ ელიტი გივეს ახალი ადმინისტრაციის არა ხო ესე წერია ისე არ მახსოვს ზუსტად როგორ არის ფორმულირება და ზუსტად მე ვერ ვამბობ მაგრამ ის რომ დაასანქცირა ამერიკის შეერთებული შტატებმა დემოკრატიის გამოთხრა რაღაც ესეთი ფრაზები მახსოვს ხელისუფლების მაგრამ არ მახსოვს ზუსტად რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის და მის დავალების შესრულების გამო ამიტომ ივანიშვილმა რეალურად თუ საუბრობ რაიმეზე მნიშვნელოვანზე ივანიშვილმა ეს ჩაიდინა და მარტო დატოვა საქართველოს იმიტომ რომ საქართველოს კი პატარა ქვეყანაა და მას ჭირდება მეგობრები, რომლებიც შეუქმნიან მნიშვნელოვან ბალანსს დაცვის გარანტიებს, ამ დაცვის გარანტიებზე ვსაუბრობთ. ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, მათ შორის გალში, რო ჩაგრავენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს, ვინმე ამაზე საერთოდ საუბრობს ჩვენ გარდა და ჩვენ მუშაობთ, ვერ ვიტყვი უბრალოდ ეთერში, როგორ მუშაობთ და გალის მოსახლეობას როგორ ვეხმარებით. პერსონალურად ჩვენი პარტიის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბაზილ ჯაფარიძე, რას ვაკეთებთ, მაგრამ ამ დროს სახელმწიფო არ არის. ჩვენ მოქალაქეები ვართ და მათ მოქალაქეობრივი და მათ შორის რესურსები რაღაც მხრივ შეზღუდულია, მაგრამ ვახერხებთ და გალშიც კი ვმუშაობთ. ახალ გორშიც კი ვმუშაობთ მოქალაქეების ინტერესებისთვის. ამიტომ ამ საქმეს გავაგრძელებთ. თავარი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უკან არ დავიხიოთ. ეს კრიზისი აუცილებლად მიიყვანს ამ ქვეყანას
უკეთეს დემოკრატიამდე, მიიყვანს ახალ არჩევნებამდე და პოლიტიკურ გათავისუფლებამდე. ოპოზიციის სტრატეგია არის, აი მოდით დამემთავრებინა, მაგრამ მინდა რომ გიკითხოთ, ანუ ოპოზიციის სტრატეგია არის საგარეო ზეწოლა, სანქციები, შიგნით კრიზისის შექმნა. ეს ყველაფერი ქვეყანასაც ხო დააზარალებს. ანუ ქვეყანაში კრიზისის შექმნის ხარჯზე გინდათ რომ აიძულოთ ხელისუფლება, რომ ადამიანები დანიშნოს ასეა? ოპოზიციის გასაკრიტიკებლად ვიტყვი ნინო ერთ ფრაზას და მე მგონია რომ დამეთანხმებით. 28 ნოემბრის იმ გადაწყვეტილებამდე, სადაც ევროკავშირთან შეწყვიტა და ჩაჩეხა საქართველოს მომავალი ევროინტეგრაციის ქართულმა ოცნებამ. კრიზისი არსებობდა ქვეყანაში? არჩევნების შემდეგ დრო იყო გასული. კრიზისი ძალიან ისეთი საპროტესტო ტალღა დაიწყო მაშინ. არის კრიზისი ქვია ამას პოლიტიკური ალბათ კი. საპროტესტო აქციები ყოველთვის იყო, მაგრამ დევნა საჯარო მოხელეების, თავისივე მხარდამჭერების როდის დაიწყო? 28 ნოემბრის შემდეგ. დასახიჩრება ჟურნალისტების როდის მერე დაიწყო? 28 ნოემბრის შემდეგ. როდის გაექცა ქართულ ოცნებას კონტროლი ხელიდან? მაშინ როდის გაზარდა რეპრესიული ოპოზიცია რა შო? ხელისუფლება ეს კრიტიკა სულ მოსმენელია. თქვენი შეკითხვა მოიცავდა რომ კრიზისი ოპოზიცია ქმნისო და ოპოზიცია კი არ ქმნის. ბიზინა ივანიშვილმა შექმნა კრიზისი 28 ნოემბერს. 28 ნოემბერს ევროკავშირთან საქმიანობის და საერთოდ რაიმე ტიპის კონტაქტს გაწყვეტით შეიქმნა კრიზისი. და ჩვენ ახლა თუ იმას გვიპასუხებს ვინმე და იტყვის რომ ანუ ამ გადაწყვეტილებას შეეგუე, არ გააპროტესტო და ქვეყანა გადაიჩეხოს და აბა შენ ხელი გულზე დაიკაპიცე თქვი რომ არც არაფერი არ მოხდება და არც არაფერს არ გავაკეთე, არ ვიბრძოლებ ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს ხო არ გამოვიდა. თქვენი პასუხი და ბოლოს მინდა ანადოლიძეზე უბრალოდ კითხო და დაგემშვიდობათ მართალია თუ არა, გავრცელდა ინფორმაცია და უბრალოდ აქ ხართ და ვისარგებლებ შემთხვევით დატოვა კოალიცია ანადოლიძემ თუ რჩება კოალიციის წევრებში. შორის. ხო, არასწორი ინფორმაცია. კოალიცია ძლიერი საქართველო 4-ვე სუბიექტის ერთობით აგრძელებს საქმიანობას. ეს არის პოლიტიკური გაერთიანება ლელო, ეს არის ანადოლიძის პარტია ხალხისთვის, ეს არის ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია მოქალაქეები და ეს არის თავისუფლების მოედანი. 4-ვე სუბიექტი ვართ ერთად, რომ გავრცელდა ინფორმაცია და ისარგებლე რომ ერთადაც თუ მოიწვევთ 4-ვე ლიდერს, აუცილებლად გესტუმრებთ. მადლობა დიდი, ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს. თქვენც ირაკლი კუპრაძე იყო ჩემი სტუმარი.